მოგესალმებით, ჩვენს მსმენელს ეთერში ბოლნისის ხმა არის. შეგახსენებთ, რომ ბოლნისის ხმა პროექტის სიხმის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და DVV International. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები კაზრეთის ხანდაზმულთა ცენტრის ხანდაზმულები იქნებიან. მოგესალმებით, გაიცანით ჩვენს მსმენელს. მე გახლავართ მადონა ყაფლანიშვილი, კაზრეთის ხანდაზმულთა დღის ცენტრის მენეჯერი. როდის შეიქმნა ცენტრი, როგორ ფუნქციონირებს და რა ხდება დღის განმავლობაში ცენტრში? ხანდაზმულთა დღის ცენტრი დაფუძნდა იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია თანხმობის ერთ-ერთი პროექტის ღირსეული სიბერის ფარგლებში. ეს იყო 2016 წელს და 8 წელია უკვე ფუნქციონირებს ხანდაზმულთა დღის ცენტრი. რამდენი მოხუცი არის ჩართული რამდენი მოხუცი მოდის ხოლმე დღის ცენტრში და რას აკეთებენ დღის განმავლობაში ისინი? პროექტის ფარგლებში თავდაპირველად გათვლილი იყო ცენტრი 35 ბენეფიციარზე, მაგრამ პირველივე წელს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ჩვენთან დარეგისტრირდა 100-ზე მეტი ბენეფიციარი. რა თქმა უნდა, ეს მუდმივად არის ცვალებადი ეს ციფრი, იქიდან გამომდინარე, რომ ასაკიანი ადამიანები არიან, არის გარდაცვალების შემთხვევები სამწუხაროდ. შესაბამისად, საპენსიო ასაკი როცა უწევს ადამიანს, ხდება ფაქტობრივად ჩანაცვლება. ამჟამად ცენტრში გსტუმრობს დარეგისტრირებულია 73 ადამიანი, 73 პენსიონერი, სხვადასხვა ეროვნების, დღის მონაცემებით ასეთი რაოდენობა. და დღის განმავლობაში რა აქტივობებს განახორციელებთ ხანდაზმულებთან ერთად? ამ დროის განმავლობაში აქტივობები ჰქონდა ძალიან მრავალფეროვანი. პროექტის ფარგლებში იცვლებოდა ხოლმე. ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენთან ფუნქციონირებს ინგლისურის წრე, ასევე ხელსაქმის წრე, მუსიკის საათები, რომლებიც გრძელდება. გარდა ამისა, ხანდაზმულები სამაგიდო თამაშებით კავდებიან, როცა მოდიან, ეცნობიან პრესას. ფსიქოლოგი გსტუმრობს კვირაში ერთხელ და არის ფსიქოლოგის საათი და ამ 8 წლის განმავლობაში სისტემატურად მიმდინარეობს ეს პროცესი და ძალიან დიდი დახმარება გაუწია ფსიქოლოგმა ბევრ ადამიანს. არის როგორც ჯგუფური სესიები, ასევე ინდივიდუალური საუბრები. გარდა ამისა, ვაწყობთ ჩვენ აქ სხვადასხვა სახის ღონისძიებას, ყველა დღესასწაულს აღნიშნავთ განურჩევლად ეროვნებისა, ეს იქნება აზერბაიჯანელების, სომხების, ნებისმიერი, რის სურვილსაც გამოთქვამენ თავად, რადგანაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანები გსტუმრობენ და არის ძალიან აქტიური ჩართულობა. ამ ცენტრმა საშუალება მისცა ჩვენს ბენეფიციარებს თავიანთი შესაძლებლობები გამოევლინათ. აღმოაჩნდათ მათ გამოიკვეთა ფაქტობრივად, რომ აქვთ მუსიკის ნიჭი, ცეკვის ნიჭი, პოეზიის ნიჭი. ყავს პოეტი ქალბატონები ძალიან საინტერესო ლექსებით და უკვე ბოლო პერიოდია, რომ ყველა მოვლენას ლექსით ეხმაურებიან და ძალიან აქტიური კომაგები არიან. ჩვენი სპორტსმენების მით უმეტეს ეს ბოლო წელი დატვირთული და აქტიური იყო, გამარჯვებებით გვანებივრებდნენ და ყველა მათგანს გამოეხმაურნენ და გამოხატეს თავიანთი ეს თბილი დამოკიდებულება. თავს ძალიან ლაღად, ბედნიერად გრძნობენ დღის განმავლობაში. რა თქმა უნდა, 73 ბენეფიციარი ყოველ დღე სისტემატურად არ მოდის, მაგრამ სურვილისამებრ ვის როდის ცალია, ვის როდის რომელი ღონისძიება აინტერესებს, რომელი აქტივობა აინტერესებს, ინტერესებიდან გამომდინარე გსტუმრობ. გამარჯობა, გაიცანით ჩვენს მსმენელს, სახელი გვარი, ვინ ხართ? მარიამ საბადაშვილი. რამდენი ხანია რაც ცენტრში მოდიხართ ხოლმე? ცენტრში ყოველ დღე დავდივარ, უფრო დავდივარ შუადღის მერე, რატომ? სამსაძრო მუსიკაზე გვაქვს ჩართული. თუ როცა ინგლისური პირველ საათზე გვაქვს და იმ მომენტებში, რომ თქვა ყოველდღიურიც არა. იმიტომ რომ ძირითადად მან ვარ ჩართული. რას აკეთებთ ხოლმე ცენტრში, როდესაც მოდიხართ? ცენტრში როცა მოვდივართ, ინგლისურზე როცა ვართ, ინგლისურის გაკვეთილი გვაქვს, მე ლექსებს გვასწავლის ინგლისური სიმღერა, მე მუსიკის მასწავლებელთან სიმღერები გვაქვს, რა თქმა უნდა, სიმღერების მერე შესვენება გვაქვს, ვაკეთებთ ცეკვის ილეთებს და მაგით ვერთობით. როგორი არის ხოლმე ეს პროცესი? რამდენად მხიარულია, რამდენად ხართ ჩართულები? ძალიან მხიარული, როგორც ჩვენი ასაკი. ძალიან მიხარია ეს მომენტი, როცა მე მოვდივარ ამ ჩვენებაში. როგორ გრძნობთ ხოლმე თავს, როდესაც ცენტრში მოდიხართ? მე დილით ესე იგი ვემზადები, რომ უნდა წავიდე ცენტრში. ეს ჩემთვის არის რაღაც. მე საბავშვო ბაღის ამოსწელი ვიყავი. 37 წელი ვიმუშავე საბავშვო ბაღში.
და მე იქიდან ჩემთვის ძალიან ძნელი იყო სახში ჯდომა და ჩემზე კი იყო ესა და ალბათ იგივე თითქოს რომ ვემზადებოდი საბავშვო ბაღში დაპროჭვა გამოპროჭვა ზუსტად იგივე ანალოგიურად ხდება ეს ჩემთან. თქვენ რას აკეთებთ კონკრეტულად ცენტრში, როდესაც მოდიხართ? ცენტრში მე მაგალითად დაკავებული კიდე ხელსაქმიანო. რომელ ხელსაქმეს მიყავით ხელი? აკეთებ მე ცივებს. ძალიან კარგი. ცივებს ვაკეთებ და ის ჩემი ცივები ძალიან შორს გადის. ძალიან კარგი, ძალიან ლამაზია. წამოგიღეთ საჩუქრად შემდგა. ძალიან დიდი მადლობა. და ის გავაკეთებ. ძალიან დიდი ქვეშ შეხედეთ, აბა ის მადლობა, გავაკეთებ. ლამაზესია. აბა ის გავაკეთებ. ეს არის მე მგონი პრიალა ქაღალდებისგან, ხო? დიახ, ქაღალდებისგან ვაფსათებ ამას. ძალიან ლამაზია. და ძალიან დიდი დრო კი მიაქვს, მაგრამ მე ისე ვარ ჩართული ამაში, რომ ესე იგი, ძალიან ბევრთან მაქვს მე საჩუქრ გაცემ ჩვენი პროცესი ხაბატონი იულიას იმის საჩუქრები დაჟე ის ავსტრიიდან რო ყავს უფროსი მასაც რომ ჩამოვკიდე და ყველას რომ მოსწოს ჩემთვის ეს დაღლა უკვე არაფერი აღარ არის მე ერთი სული მაქვს რომ სახში მივდივარ იმდენად ვერ ვაკეთებ სახში რო თავისუფლება რომ მაქვს ხა მე მეუღლე ვარ მარტო სახში ვზივარ და ვაკეთებ სულაბებს ხო და მიხარია დროს აკეთე კიდე აგით ძალიან ჩემი თვითონაც ხო ძალიან დიდი მადლობა ხო რა მოლოდინები გაქვთ ცენტრისგან კიდევ რას ისურვებდით რომ ცენტრში იყოს მე კიდე ვისურვებდი ცენტრში იმ დროს კიდეაც ვთქვით რომ მე კიდე მინდა მყავდეს ცების მასწავლებელი ხო და რადგან ხა კიდე ვიმებრო დაგვაფინანსოს როგორც წინა პროექტში ვიყავით რომ განებივრებული ვიყავით ყველანაირად ექსკურსიაც არ გქონდა თეატრიც არ გქონდა ყველანაირი ღონისძიება და ის ქონდა და ვისურვებდი რომ კიდე ეგეთი სპონსორი ვიღაცა შეგვხვდეს როგორც ვიცი პოეზიის საღამოებსაც აწყობთ ხოლმე ექსკურსიებზე დადიხართ კი პოეზიის საღამო ქონდა ძალიან კარგად წავკითხეთ ლექსები ძალიან დადებითად ქონდა ყველაფერი. ექსკურსიებზეც დადიხართ. ექსკურსიებზე დავდეთ ძალიან ბევრი ექსკურსიები შემოვიარეთ და ყველაზე დასამახსოვრებელი და შენთვის, თქვენთვის მოსაწონი რომელი ექსკურსია იყო? ჩემთვის ექსკურსია, მაგალითად იქ ვიყავით, რა ქვია, ძამას ხეობაში. მე მანდ არ ვიცი. და თვითონ ბოლისის რაიონში. ხო ზეგანაც აფრიში მე საბავშვო ბაღში მუშაობდი და ამდენი წელი ყოველი ბაზე დავდივით ექსკურსია. მაგრამ რაც მე აქ ხალისი მაქვს. რაც მე ჩემ ხალბატონებთან ვერთობი, მამაკაცებიც იგივეა. ეგეთი დრო მე საერთოდ იმ ბაღში არ გამიტარები, კონცერტებზე და იმებზე, ექსკურსიებზე. ესეთი რამე ჩემთვის არ ყოფილა. ძალიან კმაყოფილი. შეკრული გუნდივართ, ძალიან ახლო ვართ, მამაკაცს არ აქვს მნიშვნელობა. სულ ეთნაირად ვართ ჩართულები, ხო. მეუღლეს ჩემთან ერთად არის აქ. ძალიან კარგი. სხვა ხანდაზმულებს რას ურჩევდით, მაგალითად ცენტრის შესახებ, უნდა იარონთ? ეს ყველამ უნდა გაიგოს. ეს არის გასართობი ცენტრი და არა თავშესაფარი, რომელიც ხალხს ასე გონია, რომ ეს არის თავშესაფარი. რამდენიც მეტყვის, მარინა, რატომ დადიხარ? მარინა იცით რომ დადის. მარინას არ ჭამაკლია, არ დროს დაღებაკლია, მაგრამ უბრალოდ მე თავს გძო ბედნიერად. ყველას მოუწოდებ, ყველას გქონდეს ასეთი სურვილი და ესეთი პროექტები იყოს ნებისმიერ ყველა რაიონში და ყველა სოფელში, რომ ხალხმა ასე თავისუფლება იგრძნოს. სიბერისკენ მივდივართ და უკან რჩება მოცლებები ნეტავის დრო იყო არ ვიცხოვროთ მოგონები ხილს დავერდი ხეს დავერდი გაღმა გასვლა ახლოვდება ჩვენი დრომი მიწურა აღარ ვეძებთ საყოვნელას ხილს დავერდი მეც დავერდი გაღმა გასვლა ახლოვდება ჩვენი დრომი მიწურა აღარ ვეძებთ საყოვნელას დავჩის სულთნად მარტო შემოდგომის პოთლე
გარეთ ქარი გიცდი შემოდგენილ ფოთლებს გავარ შეცვლილი გათელილი იქნებ ვინმეს მივეშველო დაუბრუნო თვალში სხივი ჩამოსვენილ ფოთლებს გავარ შეცვლილი გათელილი იქნებ ვინმეს მივეშველო დაუბრუნო თვალში სხივი პირველ რიგში გაეცანით ჩვენ სურს თქვენი სახელი და გვარი ვინ ხართ? ციცო მოდებაძე 70 წლის. რამდენი ხანია რაც ცენტრში დადიხართ? გახსნიდან არა და 6 წელიწადი იქნება. კი. და აი ერთი დღე რომ აღწეროთ, როდესაც მოდიხართ ცენტრში, რა ხდება? სხვათა შორის რაც არ უნდა აი ცუდ ხასიათზე ვიყო, აქ რომ მოდივარ ხოლმე რაღაცნაირად აი სხვა გარემოა, შენი ხასიათის ადამიანს რომ მოძებნი მით უმეტეს. ყველაზე კარგი ის არის, რომ აი შეიძლება ილაპარაკო, რასაც ოჯახის წევრებთან ვერ ილაპარაკებ, ვერ გაიხსნები, ვერ დაიცლები. ერთნაირი ბუნების და ხასიათის ადამიანს რომ უნახავთ ახლა ყველასთან რა თქმა უნდა არ შეიძლება ყველაფრის ლაპარაკი, მაგრამ ჩვენი ხასიათის ადამიანს რო შევხვდებით, უკვე იქ ვიხსნებით და რაღაცნაირი გარემოც არის, ბევრი რაღაცა ხდება კარგიც. ახალი ამბების სააგენტოსაც უძახი ხანდახან დაბაში რამე რომ მოხდება, პირველად ავგებულობ სახში ვიგვეთყვის რაღაცას. ხო, რა თქმა უნდა, ჭორის გარდა არ მიყვარს ჭორი და რაღაცეები. პირველ რიგში ყველაზე დიდი დადება ის აქვს, რომ საშუალება გვეძლება, რომ რაღაც გავაკეთოთ აქ. მე მაგალითად ბავშვობიდანვე წერ, მაგრამ ვერ მივახციე. ჯერ ბავშვები დააზარდე, მერე ეს მდგომარეობა შეიცვალა საერთო ჯამში. იქ ომები იყო რაღაცა და ალბათ ვერ მოვიცალე ჩემი თავისთვის, რომ ჩემი ნიჭი გამეზიარებია ვიღაცასთვის და ახლა აქ ვკითხულობთ ლექსებს წერ, რა თქმა უნდა, მსმენელებიც მყავს, რაღაც სპექტაკლებს ვაწყობთ და ესეთ საერთო ჯამში კარგი გარემოა. ძალიან კარგი. აი, სხვა თქვენი ასაკის ხალხს რას ეტყოდით? რამდენად უნდა მოვიდნენ ცენტრში? ხო, ყველაზე მტკივნეული ეგ არის, რომ აი ეს დასახლებაში მაინც ვერ გაითავისეს. რომ ზოგს ისეთი კომპლექსი აქვს, რომ აი იქ რა გვინდა და აი ისე და ისეთი, ხო, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, ჩემთვისაც ბევრჯერ უთქვიათ, რომ აუ იქ რა გინდა და ბევრს გონია, რომ აქ არის მოხუცთა სახლი, აი ეს ვერ გააცნობიერეს უმრავლესობამ, რომ გაიგონ რას ემსახურება ეს ცენტრი პირველ რიგში. ეს არის რომ გაიხსნა, შენი ნიჭი გამოავლინო, ხატავ, წერ, მღერი, ცეკავ თუ რას აკეთებ, ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ აქ რაღაც არ ჩავჭაობდეთ, მე ესე ვიტყოდი. ძალიან კარგი. ექსკურსიებზეც დადიხართ ხოლმე? კი, რა თქმა უნდა. თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ადგილი სად იყო მაგალითად, რომელი ექსკურსია? ჩემთვის იყო ძალიან დმანისის მუზეუმი. იქ იმ ხელა შთაბეჭდილები წამოვედი მართლა შვილო, რომ აი რაღაც საოცრება იყო იქ მზიას და ზეზოს, თქვენ ამყოფი ხართ ალბათ, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი რაღაცა იყო და სერმონები წავიდოდი კიდე. ძალიან კარგი. დღის განმავლობაში რითი ერთობით ხოლმე, როდესაც ცენტრში მოდიხართ? უფრო მე მაგალითად მიყვარს უფრო სახალისო, აი ესეთი მუსიკა, შემიძლია კიდე რაღაც ისეთი იუმორის მიხედვით ისე ერთმანეთში რა, ისე იუმორით მიუდგეთ ყველაზე საჭიროებო და დამხლელ თემასაც კი.
ძალიან კარგი. ხელსაქმეებსაც აკეთებთ, როგორც ვიცი, აქ თქვენ თუ ხართ რაიმე ხელსაქმეში ჩართული? ეხლა თვალების პრობლემა მაქვს და მძივებს ვეღარ ვაწყობ. თუ არა ისე კი შემიძლია. თქვენ ლექსებს წერთ, როგორც ვიცი, ხო? ერთ ლექსს ხომ არ წაკითხავდით თქვენსაც რომელიმეს? კი. ძველი ლექსია ძალიან ჩემს ყოფილ მასწავლებელს მიუძღვენი და ვიტყვი. ჩემს მასწავლებელს. დაუთოვია ყორნის ფერთმაზე. მაღალ შუბს ფიქრის გაზდევს ღარები, რატომღაც დედას გამსგავსებ, ხოლმე დედას აქვს ასე კარგი თვალები. შემოგვალიე რაც კი გაგაჩნდა, გვასწავლე კარგის ცუდის გარჩევა, ამდენი ღამის უძილობა მქნა, რომ გიღალატა შენმა თვალებმა, მაგრამ მე შენი თვალი შუქი ვარ, შენი სიცოცხლის გამგრძელებელი, კვლავ საფიცარი დარჩები ჩემში, როგორც დედა და მასწავლებელი.